ესე იგი ეს წვიმა ხო დაგვსდევს, მაგრამ ვარ მართლა 64-ში სტუმრად და აქ რომ მოვდივარ ჩემს რესპონდენტთან, ჩემს არაჩვეულებრივ რესპონდენტთან, ყველაზე მეტად გრძნობ ჩემში გურულის გენს, ციცინო სიხარულიძის გენს, რომელიც იყო წარმოშობით ჩოხატაურის რაიონიდან, დედაჩემის დედის და ესეთი ზეიმია ჩემთვის ეგ. დღეს პროექციაში სტუმრად ყავს ზურა შევარდნაძე, მეტი რა გითხრათ, ზურა ჩემი სტუმარი და დაელოდეთ აუცილებლად. ზურა მოგესალმებით. გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად ვარ, ამიჭირს. გაზაფხულია. ძალიან დიდი მადლობა. მე არ სანდრო მოგწერე არ მithქვამ შენთვის. ესე იგი, ბოლო პერიოდში გულწრფელად მე გაჩვენებ კიდე ძალიან ბევრმა მაყურებელმა მომწერა რომ მომეწვევინე კიდევ ერთხელ გადაცემაში. ყოჩახ მაყურებელს. ეხა შენთვის სიახლე არ არის. არა, მიხარია, რატომ არა? მე სიამოვნება თუ კი ვინმეს უნდა ჩვენი დანახვა და ჩემი ბაღის ნახვა, მე მხოლოდ და მხოლოდ მიხარია. ყვავის შენთან ყველაფერი გაზაფხული. ეხლა დროა უნდა ყვავოდეს, აბა მთელი ზამთარი ვიშრომეთ და ახლა უნდა ყვავოდეს. როგორ ხარ ზურა? კარგად ვარ, კარგად. მადლობა ღმერთს არ ამიშავს. ნერვიულობ ბევრ რამეზე, არ მომწონს ბევრი რამე. ირგვლივ, მაგრამ ჩემს ბაღში ამ მიკრო სამყაროში ყველაფერი კარგადაა. გარეთ ამბავს ნუ მკითხავ და აქ ყველაფერი რიგზია. ხო ისე გჭირდება ხოლმე ხანდახან ეს დაცულობის განცდა, ადამიანები ვარ ჩვენ და რაღაცებს ვაკეთებთ, შრომობთ, მაგრამ ხანდახან ვაწყდებით ისეთ ციურ რეალობას, რომ ხვდები რომ რეალურად დაცულობა არ არსებობს. იცი რა, მე დაუცველი ადამიანი არ ვარ, საერთოდ შიში რა არის არ ვიცი, არ მეშინია მართლა არაფრის. ერთადერთი შიშის განცდა რაც მაქვს, ეს არის ახლობელ ადამიანებს არ ვატკინო, არ დავკარგო ძალიან ახლობელი ადამიანები, ქვეყანა არ დავკარგო, რომელიც ასე ძალიან მიყვარს. სხვა შიში ახლა რომ გითხრა, ყოველდღიური შიშები არ მაქვს. ბევრი ადამიანი მახვევია ირგვლივ, კეთილგანწყობილი, პატივისმცემელი, ქება არ მაკლია, შემოსავალი არ მაკლია, საქმე არ მაკლია, ყველაფერი მაქვს, რა ვიცი. აღიარებულიც ვარ მე მგონი, მეფერებიან. ბევრი ადამიანი მეფერებს. როდესაც ვნახულობ, აი, ნუ ერთ-ერთ მაგალითს ავიღებ, ვიდეოს რო დადებთ თქვენს გვერდზე და ნახვები რომ მიფრინავს და სიყვარულების ახსნები და მოფერებები, ამას ეგუება ადამიანი, ანუ მიღებული გაქვს როგორც ჩვეულებრივი ამბავი. იცი რა, ერთხელ ნანი ბრეგვაძე მითხრა, მასწავლა და ეგ სწავლება სულ მახსოვს. მაგას რომ დაიჯერებ, მაშინ თავდები. რეალურად ეგრეა ისე? ასე ალბათ. ანუ ნაწილობრივ არღებულობ, ესე იგი როგორ. იცი რა, მე სიამოვნება რომ გითხრა რომ ეხლა არ მე სიამოვნება და არ მომწონს, როცა საქებარ კომენტარს წავიკითხავ ან გავიგონებ, ტყუილი იქნება და ვერ მოგატყუებ. მიხარია რა თქმა უნდა რომ აღიარება ეს კიდევ ერთხელ და კაია, მაგრამ რაღაცა მგონია რომ მაინც ეს უნდა გაატარო, ეს უნდა რაღაცა ასე მიღმა გაუშვა და შენი საქმე გააგრძელო ისე როგორც შენ მიგაჩნია სწორად. ზურა, ესე განსაკუთრებული შემთხვევა გახსენდება, შემთხვევები, როდესაც იგრძენი რომ რაღაცა ძალიან დიდი სიყვარულით და პატივისცემით. ყოველდღე ვგრძნობ ამას, ვიად, აი თქვენც რომ გაჩერდეთ, ნახავთ რამდენი ადამიანი მეფერება. რა თქმა უნდა, ამას ძალიან ვუმადლი, ძალიან მახარებს, მაგრამ აი ვცდილობ რომ შიგნით არ შეუშვა. იმიტომ რომ ვიცი რომ ცოტა ეს მაგრამ ამაზე დიდი რა უნდა იყოს, აი რა უნდა გააკეთო. ამაზე დიდი ვიდრე არის მოსული ადამიანი შენთან მოვიდა, ფული გადაიხადა, შეჭამს გადაიხდის, დალევს გადაიხდის, სცენარეს იყიდის, ეგ ხო ყველაფერი აღიარებაა. დიახ, კი. შენ გაღიარებს, შენს ნაშრომს აღიარებს, პატივს გცემს და გიფასებს იმას, რასაც შენ აკეთებ და თან კიდე სიტყვით გეუბნება მეტი რა ქნას ადამიანს. დავსხდეთ. დავამძადეთ მათსა. ბოლო პერიოდში გააქტიურდით ვიდეოების თვალსაზრისით, ზურა. ძალიან ხშირად დებთ ამ ვიდეოს. როდის ყოველთვის დებდი. კი, მაგრამ აი ბოლო პერიოდში ძალიან ნინოსთან ერთად ტანდემი მე მგონი ძალიან ნინო ჩემი მეგობარია, კაცო, მიყვარს, გიждდები, ჟურნალისტია ნინო, სულ არა, მაგრამ გემრიელი კეთება იცის. ძალიან მანამდე აკეთებდა ვიდეოების გარეშე, მოდიოდა, მოქონდა, კაი მოვლა იცის, კაი მეგობარია. კი, კოტკოტებს. ამიტომ ხო, კოტკოტებს. მე ვიტანე 20 კილო ბადრიჯანი ტყვის. ხო და რადგი და გოგო 20 კილო ბადრიჯანი იაფაჩებ ხთა. იტყვის მოზიდავს. აი რაღაც პერიოდულად რო ვიღაცები გაკრიტიკებენ რაღაცებში. დაუჭირს მერე კაცო. რას მაკრიტიკებენ ახლა რა უნდა გამო. აა ძირითადად ეხა გეხოცები ძირითადად გეფერებიან ხოლმე. ორბძან.
სხვათა შორის, როდესაც ვიდეოებს ნახულობ ან გადაცემებში როგორ ნახულობ ხოლმე, სულ მიჩნდება ერთი კითხვა, რამდენად მარტივია შენთვის ან რამდენად რთულია ადამიანებთან კომუნიკაცია, რომლებთანაც პროფესიონალიზმის ხარისხი როგორც წესი, ცოტა პრობლემური ქვეყანა ვართ ამ თვალსაზრისით. იცი რა, ეს კომუნიკაციას რო ვეძახით ახლა ურთიერთობა, ჩემი საქმის ნაწილია. რადგინდა ბაღი, თუ ეს არ აჩვენე, თუ არ მოუყევი, თუ არ გაუზიარე, არასდროს არ დამიმალავს და არასდროს არ დამიფარავს თუ რამე ვიცი. სულ ნაწილი მე ვთვლი რომ ჩემი საქმის ეს მთავარი ნაწილია. აჩვენო, მოუყვე, შეხვდე, უმასპინძლო, მიიღო, აბა იმის გარეშე ბაღი რადგინდა. მარტო მცენარე არაა ბაღი. ბაღი არის ადამიანისთვის და თუ ბაღი გააქვს, ესე იგი ადამიანიც უნდა გინდოდეს. ადამიანი უნდა გიყვარდეს. ადამიანისთვისაა ბაღი. სულ რამდენი კაცი თლიანობაში საკმაოდ დიდი სტაფი ხავს. 60 თანამშრომელი ვართ ახლა, 60 ვმუშაობთ ახლა. ეს არის წლების მანძილზე შეგროვილი ადამიანები. შეგროვილი ხალხია, სულ. სული იყო ეს პროცესი ზურა. იცი რა, ახლა უფრო მერტულება ვიდრე თავში. სანამ დაიწყებ, ხო, აბა რა. ანუ ეხლა მივხვდი რა რთულ საქმეს გავუკვირდი. იცი რა, მაშინ ჩემი თავი მეკუთვნოდა მარტო და რასაც გავაკეთებდი ეგ იყო და ახლა სხვის გაკეთებულზე ვარ პასუხისმგებელი. ხო, სხვასთან სხვა ადამიანზე როცა ხარ დამოკიდებული, როცა შენ ვერ წვდები, მირჩევნია თაიგული მე თვითონ შევკრა, მირჩევნია მე თვითონ დავრგა, მე თვითონ ყველას საქმე მაქვს ნაკეთები. ყველას ამოცის. არც ერთი არ აკეთებს იმ საქმეს, რაც მე არ მაქვს, ამიტომ მათთვის არ რთული, ჩემთვის არა. იმიტომ რომ ზუსტად ვეუბნები, ასე კი არა, ასე ჯობია, ასე უფრო იოლია, ასე უფრო ჩქარა გამოვა, ასე უფრო ყოჩაღად იქნება, ასე უფრო ხო, მათთვის უფრო ძნელია ვფიქრო. არ იქნება შენთან მუშაობა მარტივი. უი არა. სულ არა. როგორ იქნება მარტივი? სულ რა რითუმ მსუბუქებ მე, იმიტომ რომ ზუსტად იცი რა გინდა. იცი რა არის? სიყვარულით მსუბუქებ. სიყვარული იციან რომ მე მიყვარს და იციან რომ ჩვენი ეს შედეგი, რასაც მივიღებთ, ყველასია, ჩვენია, ერთად შექმნილია. ამას ხშირად უმეორებ ჩემს თანამშრომლებს. რომ ეს თქვენი აღიარებაცაა, თქვენი დაფასებაცაა, თქვენი პატივისცემაცაა, თქვენია ეს. ხედავენ თვითონ არიან თავარ როლში, მონაწილეობენ თვითონ. რა გემრიელი ფუსფუსია ბაღში. ადამიანები როგორ მოძრაობენ. უნდა იყოს ახლა რომ ფუსფუსი არ იყოს დავიღუპები. ხო, რა თქმა უნდა. ახლა მარტო რომ ვიჯდი ამ ბაღში, მაშინ შეგეცოდო. სურა, ეს 60 ადამიანი წლების მანძილზე რო შემოიკრიბე, პრაქტიკულად მე მგონია რომ გარდენიას ცხოვრობენ მთლიან. არა. თუ არ არის ეგრე. რატომ რჩება ეს განცდა? რაღაცა მგონია რომ აქ რო შემოხვალ და თუ აქ მუშაობ, აქ ცხოვრობ. რამდენი 100 ადამიანი წასულია ჩემგან, თავთავის საქმეს აკეთებს უკვე, აქ გამოიწრთო ჩემთან ერთად, ბევრი ისწავლა, ჯერ ერთი ბევრი სტუდენტი მყავს გაზრდილი, ძალიან 1000-ზე მეტი. ბევრი მოწაფე მყავს და მოსწავლე, ზოგმა გამიმართლა, ზოგმა ნაკლებად გამიმართლა, ზოგი ყოჩაღია, ზოგი ვერაა ისეთი ყოჩაღი, ზოგმა თავისი გზა აირჩია, მაგრამ რაღაცა ბაზა ხო აქ მიიღო ჩემს ირგვლივ და ესეც ჩემს სიძლიერეებს ემატება ერთი კიდევ. როდესაც დაიწყე ეს საქმიანობა, რამდენადაც მახსოვს პრაქტიკულად არ არსებობდა. არა, არ იყო მაშინ, მაშინ მართლა არაფერი არ იყო. აბსოლუტურად არაფერი. აქაც საურმე გზა იყო. კვირაში 2 მანქანა თუ გაივლიდა, ნახირი დადიოდა. ეხლა ბიჭებს ვეუბნებოდი რომ მოვდიოდით, რამდენად გაზარდა გარდენიამ ამ უბნის ნიშნულობას. რამდენი ადამიანი ამოიყო, მე ხო აქ არასდროს არ მოხვდებოდი, ხა რატო უნდა მოსულიყავი აქ? ხო, რა ვიცი. ამას უბანიც ხდება, იაზრებენ შემოგარენში რას. ყველა მეზობელი ჩემთანაა, ბევრი მეზობელი მუშაობს ჩემთან, ჩემი მეზობელი. ამ მეზობლებს უპოვე სამუშაო და ასწავლე თუ რაღაც თვისებები. იცი რა, მე ძალიან მიყვარს ადამიანი, რომელსაც არ უმუშავია ჩემს საქმეში. ეხლა მწვანე გაკვეთილები გვაქვს ჩვენ ბავშვებისთვის. ზაუბა უფრო დიდი აქვს რომ ისწავლოს მაგ შემთხვევაში? არა, უფრო შენჭკუაზე. ხო, მაგას ვიძახი. იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა სტანდარტული პრინციპები არ გვაქვს. ჩემი თეორიები მაქვს და ამ ჩემ თეორიებში რო აყვეს ადამიანი ძნელია თუ აქვს რაღაცა გამოცდილება. მირჩევნია გამოუცდელი იყოს, არაპროფესიონალი იყოს და აქ დახელოვნდეს, აქ წარმოუდგენლად ბევრი რამ გასწავლა ამ გარემო, მე ხარ ვფიქრები. ამაში ვცხოვრობ მე, აბა 20 წელი აქ ვცხოვრობ, წარმოიდგინე, ბაღში ვცხოვრობ, რომ მეკითხებიან, შენ საცხოვრობ, ეუბნები აქ ვცხოვრობ, ესაა ჩემი მისაღები ოთახი ახლა, რო არა, მისაღები ოთახიც მაქვს, მაგრამ ეს ჩემი სახლია. ეს ხალხი ჩემი სტუმრებია, ვინც მოდის. ჩემად ვთვლი ამას, ჩემია.
ბოლო პერიოდშიც გამოჩნდნენ თითო ბლოგერი და ვადევნებ მე ამას თვალს, იმიტომ რომ ეს არის იმხელა ხოთაშორის ბევრი ძალიან კარგად აკეთებს. საინტერესო. კი, სხვანაირად და მე კონტენტს მინიმუმ კონტენტს აკეთებს საინტერესო. კი, ეგ ნახევარი საქმეა. აბა რა გინდა გლიცინია თუ არა აჩვენე რომ ყვავის გეგნება დადებული აგერ. გაქვს ამ ადამიანებთან კომუნიკაცია? ბევრთან, ძალიან ბევრთან მეგობრობ, ბევრთან. მომწონს ბევრი ძალიან. და ალბათ უფრო და უფრო გაიზრდება ამ ადამიანების რაოდენობა. ცხოვრება მიდის ისე რომ ძალიან ფასდება მიწასთან ურთიერთობა, ბუნებრივთან ურთიერთობა, ბუნებრივი სათესლე მასალა, ადგილობრივი ჯიშები, ეს ის თემებია, რაც უფრო დრო გავა, კიდე უფრო და უფრო დაფასდება. ხომ ხედავ რას ვჭამთ, რას ვსვამთ, აღარ ვიცით უკვე. აღარ ვიცით. ზიად არაფერი ქართული არაა ბაზარში. აბსოლუტურად. კვირაში 3-ჯერ 4-ჯერ დავდივარ დეზერტირების ბაზარში. და სხვა ბაზრებსაც, რეგიონების ბაზრებს უყველას ვიცნობ, კასპში დავდივარ, ახალქალაქში დავდივარ, კახეთში დავდივარ. არსად იშვიათად თუ ნახავ ქართულ პროდუქტს. ყველაფერი ჩამოტანილია. ამას ქვეყანა ვერ გაუძლებს, არ შეიძლება. ვერ იმუშავებს ასე, ქვეყანა ვერ გაგვითარდება. დიდხანს ვერა. იცი რა არის საინტერესო? როდესაც ბათუმიდან მოვდივარ თბილისში, ღამის საათებში მატარებლით. დღისით ამას ვერ ხედავ. ღამე რომ შუქი არანთია სახლში, ის სახლი მიტოვებულია. მაგას რა თუნდა დღე და ღამე ნახე გურიის სოფლებში, ყველა მესამე სახლი დაკეტილია, ყველა. ჩემს სოფელში აღარ დარჩა ადამიანი. მარტო ჩემს მოგონებებშია ის პერსონაჟები და ის ადამიანები, ვინც მახსენდება. აღარა წასულია ყველა. ან ყველა აქავართ ჩემი ჩათვლით და ან კიდევ უფრო შორს სადმე. და კიდევ უფრო და უფრო იცლება სხვათა შორის სოფლები. ეს ესეთი სევდიანი სურათი 2-3 დღის წინ ჩამოვედი თბილისში და ღამე განსაკუთრებით ჩანს. აი რომ ხედავ მატარებლიდან სოფლებს, სახლებს ხედავ და მაგალითად 10 სახლში 2 შუქი როანთია. ეს ნიშნავს რომ დანარჩენი სახლები მიტოვებულია, წასულები არიან. მე მაგას ცოტა სხვანაირად ვუყურებ. სოფლის დაცლა და ადამიანის წასვლა მარტო წასვლას არ ნიშნავს. იკარგება ცოდნა. სოფლად ცხოვრებისთვის საჭირო ცოდნა იკარგება. სოფლად ცხოვრება სჭირდება ცოდნა. ამ საქმეს, ჩემს საქმეს ვერ გააკეთებ თუ არ იცი. თავარი ამბავი არის ცოდნა. უნდა იცოდე როდის დათესო, რა დათესო, საიდან აიღო თესლი, როგორ გააშრო, როგორ შეინახო, როგორ აბრუნო ეს ცხოველთან ურთიერთობა, მცენარესთან ურთიერთობა, ბაღი როგორ შეინახო, ურთიერთობები ჭირდება, შრომასაც ვარჯიში ჭირდება. ვერ შეძლებ ისე შრომას, როგორც ჭირდება სოფელში შრომას, თუ ყოველ დღე არ შრომობ. ეს ცოდნა იკარგება. გაქრება მალე და საძებარი გვექნება თესლიც და ის ცოდნაც, რომელიც იმ თესლის მოყვანას ჭირდება. ძალიან მალე. თითქმის დაკარგულია. ხოლმე ძალიან ხშირად ვადევნებ ხოლმე ვიდეოებს თვალს, სადაც ამ ცოდნას მინიმუმ ვცდილობ რომ ვიდეო მასალით შემოვიდო. მე ვარ წვეთი აი რაღაცა ზღვაში ერთი პატარა რაღაცა მე რა შემიძლია, ნეტაკი შემეძლოს. ისე დაახლოებით ზოგად სურათში ხედავ ამ ეს პროცესი რამ შეიძლება შეაჩეროს. იმედს მაძლევს ის რომ ახალგაზრდებს ხედავ ბევრს მოსულს ჩემთან ენერგიის საყიდლად. ახალგაზრდა ოჯახებს, ბავშვები მოყავთ. ამ ბოლო დროს ეგ დამოკიდებულებები ძალიან შეიცვალა. ბევრი ახალგაზრდა კაცი, ახალგაზრდა ქალი, ახალგაზრდა ოჯახები ინტერესდებიან ჩითილით, ნერგით, თესლით, ბოსტნით. აი ამ ცოდნით რომ გეუნებით, ბევრი მეკითხება, ხო ვხედავ ვინ მეკითხება რჩევას. ამიტომ ვხედავ რომ ბევრი ახალგაზრდა და ეს ძალიან დიდ იმედს მაძლევს რომ იქნებ როგორმე ეს ამბავი შემოbrunდეს. ესე ქართული სოფელი ესე მიტოვებული რო იქნა ზურა. ძირითადად მაინც ვფიქრობ სიდუხჭირის ბრალია. არა, სიდუხჭირი მან არაფერს. მაინტერესებს. ჩემი აზრით მან სიდუხჭირი არაფერ შუაში არა. მეც ვარაუდობ რომ არ არის სიდუხჭირი მან შუაში. არა, არაფერ შუაში არა. რა ამბიციება წალეკა ადამიანები. 27 ლარი მივეცი გუშინ 1 კილო სულგუნში. 5 ლარი ღირს 1 კილო ჭადის ფქვილი. მეტი რამდენი უნდა გახდეს? 14 ლარი მივეცით გუშინ პლანტას რაღაცა სათბურის პამიდორში. 14, 18 ლარი ჩერი პამიდორში. მეტი რა გითხრა? მეტი რამდენი უნდა გახდეს 1 კილოს ფასი რომ ადამიანმა დარგას და დათესოს. არა ეგ სიდუხჭირის ამბავი, ცოდნის ამბავი. ცოდნა სჭირდება. ცოდნა რომ კონდეს ვის არ უნდა კაი შემოსავალი და ვის არ უნდა კაი მოსავალი. ყველა მოიყვანა. ცოდნა არა აქვს. შველა ჭირდება, გზის ჩვენება სჭირდება. მიშველება ჭირდება ამ ხალხს, საინფორმაციო ცენტრი ჭირდება, სამებაღეო სასწავლებელი ჭირდება, აგრონომი ჭირდება, კონსულტაცია ჭირდება, მოხმარება ჭირდება.
მოფერება ჭირდება და სტიმული ჭირდება, რომ შეძლებს. უნდა ასწავლო. თუ არ ასწავლე, ვერ მოიყვანს. თხილი ვეღარ მოყავს გურულს, კაცო. ხილი ჩვენ ისე მოვყავდა შესხურება რა იყო, არ ვიცოდით. როგორ გეჩხუბებით, რატო გეჩხუბებით? არა, მესმის ავსო. რაზდები ამ დროს. ჩვენ ხილი, ჩვენ ბებიებს და ბაბუებს ისე მოყავდათ, ყველაფერი გქონდა, სავსე ოჯახი გქონდა, ბარაკიანი. ისე მოვყავდა, რომ არაფერს არ ვასხურებდით. ახლა ვერაფერს შეუსხურებლად ვეღარ მოიყვან. მავნებლებია, დაავადებებია, ახალი გამოწვევებია, ახალი ჯიშებია, ახალი პრობლემებია. ამას უნდა ცოდნით მიშველებ. ხო, მაგალითად მე ბოლო პერიოდში დედაჩემი ძალიან ხშირად რაღაც ჩემი ძმა და დედაჩემი ძალიან ხშირად ცდილობენ სოფელში მიმართონ და რაღაცები აკეთონ და მივხვდი რომ აი მაგალითად კიტრი და პომიდორი ღიაცის ქვეშ აღარ მოდის. აღარ მოდის. უბრალოდ არ მოდის, მაგრამ იცი დასავლეთში კი, იმიტომ რომ ახლა აქეთ აღმოსავლეთში ნაკლებად არის წვიმები, ნალექიანობა ნაკლებია, მაგრამ იქ მაგალითად აჭარაში გამოხატვად ერთ წვიმაზე ფუჭდება პომიდორი. ცოდნა. უნდა ჩემი აზრით გამოსავალ ძალიან როგორი ჩახედული ვარ რაღაც. ძალიან შორს მივდივარ, შეიძლება და არა ეგ ჩემი საქმე, მაგრამ მე ასე მგონია. გამოვზარდოთ უნდა ადამიანები 50, 100, რა ვიცი მე, რამდენსაც შევძლებთ, ვასწავლოთ უნდა და ეს ნასწავლი ხალხი უნდა მიუჩინოთ რეგიონებს. რომ მიეშველონ ამ ხალხს, რითი შეასხუროს, რა მისცეს, რა ქნას, რითი კვებოს, როგორ მოიყვანოს. ბევრი მეურნეა, სხვათა შორის ისეთ პროდუქტს ნახავ ზოგჯერ გაგიკვირდება უცოდინარი ადამიანისგან, უსწავლელი ადამიანისგან, რომელმაც მოიყვანა, არ იცის, არც აგრონომია უსწავლია, არც თეორია არ იცის, პრაქტიკოსმა, ისეთი მოსავალი მიიღო, რომ გაგიხარდება. და იმ ადამიანს ხარდაჭერა უნდა, რომ ის გავრცელდეს ის ცოდნა. ეს სხვათა შორის მაგთვალსაზრისით ალბათ ძალიან საინტერესო იყო შენთვის ის პერიოდი, როდესაც სწავლობდი და ცხოვრობდი ევროპაში. მე გამიმართლა ძალიან, მე გერმანიაში ძალიან დიდი ცოდნა მომცეს. კულტურა დიდი აქვს იქ. საოცარი მასწავლებლები მყავდა. საოცარი. ისეთი მასწავლებელი, როგორც გერმანელია, ჯიშად არ არსებობს. აი, ამოიღებს გულს და მოგცემს. ამას გძნობ ესე იგი კომუნიკაციაში, ხო? საოცარი ამბავია ეგ. საოცარი მასწავლებლები არიან. და დაგროვილი ცოდნა აქვს, დიდი თეორიული ცოდნა, პრაქტიკული რა გითხრა არ ვიცი, მაგრამ აი თეორიული ცოდნა აქვს, რაღაცა წარმოუდგენელი, შეგროვებული ეს და წიგნებად. მასეთი სახელმძღვანელოები არავის არ აქვს, როგორც გერმანელი. ხო, ესე მაგ ფონზე გძნობ, როგორი წალეკა აქაურობა უცოდინრობა. აი განათლების პრობლემა. არ ვიცით ხო, რა ვიცი, წავგლეკა, არ წავგლეკა, არ ვიცით რა. წავგლეკა ბარათი. ვერ მუშაობთ, არ ვიცით. არ გვინდა შრომა. შრომა, იმიტომ არ გვინდა რომ არ ვიცით. შედეგს ვერ ხედავ და ბავშვიც ასე არაა. თუ ვერ ხედავს ის რა გამოძერწა, უცებ აღარ უნდა ძერწვა. არ იცის, ცოდნა არ აქვს. სიხარული უნდა, შედეგით მიღებული სიხარული უნდა და ეს შედეგი დაინახოს უნდა. ადამიანი ასია. მოწყობილი, თუ შედეგს არ ხედავს, მაშინ სტიმული არ აქვს. განათლება ყველგან ესე იგი, მაინც. ყველგან საჭიროა განათლება. განათლება შეიძლება მაგას არ ქვიოდეს მებაღეობის და მებოსტნეობის და მეხილეობის და მევენახეობის ნაწილში. მაგას უფრო ცოდნა ქვია. გამოცდილება და ცოდნა. გამოცდილი ადამიანები გვჭირდება. ვინც გვასწავლის, გვაჩვენებს, სწორ გზას გვაჩვენებს. ერთი პატარა მიშველებით შეიძლება გლეხი დააყენო ისეთ წარმატებულ გზაზე, აი ერთი პატარა რჩევით. შეიძლება უცებ აშენდეს ადამიანი. ერთი ასეთი დახმარებით. ესე იგი არ შემიძლია არ ვისაუბრო ხარისგულა პომიდორზე მე მგონი ბოლო წლების მანძილზე რასაც აკეთებ ყველაზე პოპულარული თემაა ეს კადრში გადახლეჩილი ხორციანი ხარისგულა პომიდორი მე თვითონ გიждები და იმიტომ ალბათ არა გეხოცები ხა ამასაც ვუყურებდი შენს ვიდეოს მთელი ცხოვრება ვიძახი რომ ცალკე პომიდორის სალათას არაფერი არ ჯობია ამ ხარისგულა პომიდორით დამზადებული კიდეა. რაგაც საერთოდ მაგას მაგ ჯიშს არ უნდა ერქვას პომიდორი, უსამართლობა. სხვა სახელი უნდა ერქვას, რამე, იმიტომ რომ მართლა სასწაული ჯიშია, კარგად მოყვანილს, გემრიელად მოყვანილს, ნაკელზე მოყვანილს არაფერი არ ჯობია. და მე ვფიქრობ, რომ ვისაც კი მიწასთან გადაკვეთა აქ, ამ პომიდორის პოპულარობა ისე გაიზარდა, რომ მაგალითად ჩემებმა წელს იყიდეს. სპეციალურად ჩემი და ჩამოვიდა პატარა მიწის ნაკვეთია ქალაქგარეთ და მიდი სპეციალურად გავს და აი მოკლედ ამ ამბავში არის. მე ვიცი ასეთი ამოჩემებები, რაც მე მომწონს, ვცდილობ, მე არც მარკეტინგის კურსი მაქვს, გავლილია, არც სულ არ ვიცი მაგ სიტყვების მნიშვნელობა.
უბრალოდ ვიცი როგორ უნდა სწორად რაც ამოჩემება ხონა ლობიო რომ ძალიან გემრიელია ფაქტია. რა თუნდა მაგას ახლა მოჩემება ეგრეა, ნამდვილად. ეგრეა, რაც ეგ ამოჩემება არ არის და ძალიან მაგარია. არც ჩემი მოგონილია, არც ჩემი დანერგილია. ჩემამდეც იყო ეს ჯიში 100 წლით ადრე და ჩემს მერეც იქნება მე რომ არ ვიქნები. უბრალოდ მე მომწონს და რაც მომწონს იმას თავაზობ და იმას ვუზიარებ ყველას. და ვფიქრობ რომ ეხა გვერდებია საერთოდ. ცალკე გვერდები რომელიც ამ პამიდორს ეძღუნება და თავაზობენ ადამიანები და ეს ხო კაია, ძალიან კაია, მნიშვნელოვანია რომ გავრცელდეს 10 ცალზე მეც კი ვერ ვყიდით ჩითილს. არ ვაძლევთ 10 ცალზე მეც. ვეუბნებით რომ თქვენ დათესეთ თქვენ მოიყვანეთ. ფათაშევის ვიდეოდან მეკითხარ, აი ამ შეზღუდვას როგორ აკონტროლებ? არ ვაძლევ და გაკონტროლებული არა, ვეუბნები ვერ მოგცემთ მეც 10 ცალი წაიღეთ, თესლი აიღეთ და გამოიყვანეთ თქვენ თვითონ მომავალ წელს. უკლავდებით ისე ყოველწლიურად? ვერა რა თქმა უნდა, 10%-აც ვერა. ანუ ისეთი მოთხოვნილება გაიზარდა. ხო, აბა რა, ყველას უნდა კაი პამიდორი, ყველა ვის არ მოწონს. მე არ მეგულებ ადამიანი, ვისაც არ უყვარს კაი გემრიელი პამიდორი. ეს არის სწორად მართვა კონტენტის, როდესაც ზუსტად და სწორად აწვდი და გულწრფელად რაც ვთქვარი ამბობს. იცი რა, ასეთი რამე მითხრა იმ დღეს ერთმა ჭკვიანმა რესტორნის მფლობელმა. ამიგრძალა არ თქვა ჩემი სახელიო, თუ არა ვიტყოდი. რაც შენ არ მოგწონს, ის არ უნდა შესთავაზოს სტუმარს. რაც შენ გესიამოვნება, ის უნდა შესთავაზო. და ყველაზე სწორი მგონია. რასაც შენ არ შეჭამ, ის სტუმარს არ უნდა შესთავაზო. კი ეგრეა. მე გუშინდელ საჭმელს არ ვჭამ. არ შემიძლია. იმიტომ კი არა რომ ვიპრანჭები და არ მომწონს, გაცხელებული საჭმელი არ მომწონს. ჩემთანაც ვერ ნახა ვერაფერს გაცხელებულს და მეორედ გამოშუშებულს. მირჩევნია ყველაფერი არაფერი არაა ჩემთან ეგეთი. ზურა ეს ფხალია? კი, კეჟერაფხალი. გიждებ კეჟერაფხალზე. აჭაროლის კეჟერაფხალზე ვერ ავიყოლია ხალხი. აუ ძალიან მაგარია. მე გიждებ კეჟერაფხალზე. ჯერჯერობით ვერ იჭერენ მაგ მომენტს და იმიტომ ისე აჭარულად მომზადებული ფხალი გაქვს ნაჭარ ბრიჯთან. გიждები ჩაშლილი ტოლმას რომ უძახი. გიждებ შავი ფხალი. ჩაშლილი ტოლმას ეძახია. კაი გეღოწები არ ვიცოდი. მე ძალიან მიყვარს ბებია ჩემი აკეთე და აჭარელი. არა, აჭარაში უკეთესი საჭმელი არც ვიცი. ჟავე ფხლის მიქოში გაფოძები. აი მაგაზე არ გიждებ მაგი გურული ამბავია. მიმაჩნია ფხალი არის სასწაული რა. მეც მეგემრიელება ძალიან და გიждები აჭარლების გაკეთებულზე. ტოლმას მაგაში გახვეული ტოლმა სულ სხვანაირია. სამარხო ტოლმა იალანჭ ტოლმას რო ეძახია, მხოლოდ ამაში გახვეული მიყვარს, არანაირი ვაზის ფოთოლი საერთოდ. არა, ვაზის ფოთოლი მე არ აგებოა მაგას. არც მე არ მიყვარს. არანაირი. და საერთოდ ამ ბოლოს დროს დავადგინე რომ მარტო ის მომწონს, რასაც ბავშვობაში ვჭამდი. არ მიყვარს ახალი საჭმელი. ვა, რა საინტერესოა. ხო, კი, გავშინჯავ, ისიც ყველაფერი გამიშინჯავს და ბევრი რამე გამიშინჯავს. ძირითადად ვეგანური ეს ახლა ესე ამბობენ ხოლმე, რა? ვეგანური. გიждები კაი საჭმელს. კაი საჭმელს რა ჯობია. კაი ხორცს რამე ჯობია, არაფერი არ ჯობია, კარგად გაკეთებულს. ახლა გამომიგზავნეს ღორჯუმიდან, ჩემ აჭარლებმა ხბო. სიმინძე გავზარდეო, მითხრა ფაფას ვაჭმევდიო და თითებს ჩაიბტყვერ ისეთია, სასწაულია. კარგი, ყველაფერი კაია მოკლედ. როგორც იმერლემი ამბობენ, კაი არის, კაი აბა, ლახა არის, კაი. ამ ესე იგი ამ ვიდეოების ფონზე ამასიათ მახსოვს ერთი ჩაწერა გქონდა და ჩემმა სტუმარმა, რესპონდენტმა ესეთი რაღაც გითხრა რომ არ გიფიქრია თუ ზურა რესტორნის გახსნაო და ხო არაპირებ რამე სამდაგვარს მართლა ზურა. რა, იქ ჩემი საქმე არა არის. არა ხო? რაც შენი საქმე არ არის იმას ხელს არ. არა, ჩემი საქმე მე ვაღევარ და ყოფნის საქმედაც, სანერვიულოდაც, პასუხისმგებლობადაც, შემოსავლადაც ყველაფრად ყოფნის ეს საქმე და არც სიყვარული მაკლია, არც სითბო მაკლია, არც აღიარება მაკლია, არც შემოსავალი მაკლია, მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის, ყველაფერი მაქვს ზომაზე მეტიც კი. დროსთან როგორ ხარ ზურა ყოფნის დრო? რაც მაქვს დრო, იმას სულ ხარჯავ, სულ ჩაფლული ვარ საქმეში და მეტი რა ვიცი, დასვენებაც ვიცი სხვათა შორის. ეგრეც არ არის რომ სულ პამიდორთან ვიყო. მე ზაფხულში 1 თვე და ზამთარში 1 თვე ვერ მიპოვის მამაზე ციერი. სულ დასული ვარ. ინდოეთის გარეშე ვერ ვიქნები. აი ახლა მაგაზე მინდოდა შევჩერებულიყავი. ესე იგი როგორ ჩანს წაღან ახსენე რომ ბავშვობის საჭმელებს დაუბრუნდი და ინდოეთში საჭმელებზე ოღონდ უშემეკითხები. ხო რა მიმართება, აი ნახე რომ სკროლავ ხოლმე სოციალურ ქსელებს, სხვადასხვა სოციალურ ქსელებს. საშინელი ნოსტალგია მეძალება, როდესაც ინდურ ჰარმონიას, ახლა თან კრიშნაიდუზე კიდე ცალკე კულტურაა მაინც. და ეს თავისუფალი დრო, ჩვენთვის განკუთვნილი დრო, რომ ბოლო რამდენიმე წელია ინდოეთში მიდიხარ. თელი ზამთარი იქ ვიყავი, 40 დღე ვიყავი. სურა, აი ამაზე მინდა რომ მომი. გიждები არაჩვეულებრივი მეგობრები მყავს. აი გულითადი მეგობრები. იცი როგორი განცდა მაქვს იქა? როგორიც სხვაგან დიდი ხანი არ მქონია. გულით უხარიათ რომ მიქვარ.
რაც ჩვენს რეალობაში აღარ არის. აღარ არის, ხო. აქ ისეთ მეგობრები ისე გადაკლავენ და დაჭამენ ერთმანეთს გაუგნებენ. მაგის მაგალითებიც გვაქვს და იქ გრძნობ როგორ ხარობენ მართლა ხარობენ ჩემი იქ ყოფნით. მოდი, ჩამოდი, ნათესავებთან მივყავარ, ნათესავების ეპატიჟებიან, ნუ საოცარი მეგობრები მყავს. დღესასწაულები. ხო და დღესასწაულები. ადამიანური დღესასწაულები ხარ, რომ გითხრა იქაურ საჭმელზე და სამზარეულოზე გიждები, ძვლივს ყლაპავ იმ ბრინჯებს, არ მიყვარს. ამე ბრინჯი მიყვარს და გავძლებ ხო, მაგრამ 40 დღე ერთი და ხო, მე არა. ინდიური საჭმელი არ მომწონს, მაგრამ რა არის მაინც ყველაზე მეტად რასაც აფასებ მათში. ადამიანურობა. შენთვის არიან, დრო აქვს ჩემთვის. და გულით ხარობენ უბრალო მარტივი რამეებით. რა სიხარულით ჩვენ დავკარგეთ. აღარ გვაქვს, როგორ წვიმს გარეთ. ხო, ეს წვიმა ხო საკრალური ამბავი დაყვება ხოლმე. ჩემთვის არის საჩუქარი. აქ რო წვიმს. აბა რა, არაფერი არა. და საჩუქრით დღეს. არაფერი არა მოსარწყავი. ყველაფერი მორწყულია და მე ვარ მშვიდად. თან წვიმა რომ წავს, ისე ვერაფერი ვერ წავს. ერთხელ მითხარი ესეთი რაღაც, შენ გადაცემის მიწვროს რო კითხო აუცილებლად. კითხე. ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა ჩემთვის საქმე დასავლეთ საქართველოში რო გამეკეთებინაო ეს. ხო, აბა რა, ახლა რომ ვიწყებდი აუცილებლად გურიაში გავაკეთებდი. აუცილებლად. აუცილებლად. ხო, მაგრამ რა, ასეა. ასე ინება თუ არა, აუცილებლად გურიაში გავაკეთებდი ბას. ხო, მეორე მხარე ხო აქ ზურა რომ აქ დედაქალაქში რო გაქვს ეს საქმე, მე ვფიქრობ რომ საქმისთვისაც ბევრად მნიშვნელოვანია. არც გურიაში არ დამაკლებოდა სტუმარი ზუსტათვით. ჩამოვიდოდით იქაც. ყველგან მოგაკითხავს, როგორ არის ანდაზაც ხო გვაქვს, თაფლი იყოსო და ფუტკარიო, სტამბულიდანც მოვა. კი. ესეთი საინტერესო განაშენიანება გაქვს და გაქვს საოჯახო ტიპის სასტუმროც თუ არ ვწდები. კი, 6 ოთახი გვაქვს სტუმრებისთვის. და მოდიან ხოლმე ზურა. სულ სავსეა. მართლა? და ვინ არიან ძირითადად? გერმანელი პენსიონერები. აი რა მაგარია. გერმანელ მეგობრებზე მინდოდა მეკითხა. ჩამოდიან ხოლმე. კომუნიკაცია გაქვთ ხო? სულ, ან მე ვარ იქ და ან ისინი არიან ჩემთან. სულ მყავს ვიღაც. სულ ჩემთან ისინი სულ არიან. იმიტომ რომ გერმანელებს ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავთ. სად იყო ინდოეთი, მე რომ გერმანია მიმიღო, მასწავლა, მომეფერა და ბევრი რამე მომცა, ბევრი. წესრიგი, რომელსაც ჩემს სათბურში ხედავთ, იქიდან მიღებულია. ესე იგი, არა მხოლოდ გერმანელები იქნებათ ჩვენს სახშირად მიგვიღეს რა შენთან. სიხარულით ყოველთვის. მე მინდა თელი გულწრფელობით გადმოგცეთ ჩემი მაყურებლის უდიდესი სიყვარული. დამსახურებული სიყვარული და მადლობა რომ დღეს ჩემთან იყავით სტუმრად. ჩვენ რომ მიგვიღვე უпроსტად და გვიმასპინძლო. მე ყოველთვის გაშლილი ხელით ყოველთვის მზად ვარ გიმასპინძლოთ და თუ რამე ჩემგან გამოდნება და გამოვა გავიღო და მოგცეთ გულუხვად. მადლობელი ვარ რომ დაინტერესდით. ზურა გვიყვარხარ ძალიან. რომ კიდევ ერთხელ დაინტერესდით. დიდი მადლობა. მადლობა.